სასტუმრო Biltmore თბილისმა მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს Mind Games, ანუ ფეხბურთი გონების თამაშს უმასპინძლა. Სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავთ. ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sport Management-ის მიერ არის ორგანიზებული. მისი მიზანი საქართველოში პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვა არის. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და ასევე პროფესიონალი ფეხბურთელებისათვის, მწვრთნელებისთვის, მათ შორის ფიზიკური მომზადების მწვრთნელებისათვის და ნუტრიციოლოგებისათვის, ასევე სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის. 23 ივნის სასტუმრო Biltmore თბილისმა მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს Mind Game ფეხბურთი გონების თამაში უმასპინძლა. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს. ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sports Management-ის მიერაა ორგანიზებული. მისი მიზანი საქართველოში პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზმომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის. ფორუმის მთავარმა სპიკერმა გიორგი ქოჩორაშვილმა პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. მას გარდა კი ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ 4 მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური. წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, რასაც ამ წლების განმავლობაში მევაგროვებ და არა მარტო მე, ზუსტად იმ პროფესიონალებისგან მოვისმინოთ, ვინც მე შემასწავლა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ხალხს თუ შეიძლება მოსვლა და მოსვენა ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ შეუძლია რომ არა მარტო ფეხბურთელებს დაეხმაროთ, არამედ თვითონ სპორტსმენებს და მშობლებს, მწვრთნელებს, ამიტომ ეს ყველაფერი მაბედნიერებს, რო არ დაგიმალო და რადგან დღეს ეს მოვახერხეთ, არის იმის შედეგი, რომ ხალხიც ძალიან მოტივირებულია იმისთვის, რომ რაღაც ახალი ისწავლოს. საფეხბურთო ფორუმი Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში ჩატარდა გიორგი ქოჩორაშვილის და OT Sport Management-ის ორგანიზებით. პროექტის მიზანია, რომ დამატებითი პროფესიული ცოდნა შემოიტანოს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ფეხბურთელი ზოგადად ფასდება ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და მენტალური მიმართულებით. ამ ყველა თემას ჩვენ დავფარავთ ფიზმომზადების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, ვიდეო ანალიტიკოსების, სპორტის ფსიქოლოგების საშუალებით. ასევე შედგება საფეხბურთო, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნ გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც 15 სხვადასხვა თემაზე საუბრობს, რაც დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ჩვენი ფორუმი და პროექტი, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერ ადამიანისთვის არის ფეხბურთი ჩართული იქნება ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, პროფესიონალი ფეხბურთელი, მწვრთნელი, მენეჯერი თუ მშობელი. ასევე დაგეგმილია 2 დამოუკიდებელი ლექცია ქალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე უკვე შედგა პირველი ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზმომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების და მწვრთნელების. ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports, მედია პარტნიორი Palitra Media, პარტნიორები TKG, Aldagi და წყალი მთის. წყალი მთის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის წყლის ბრენდია, არამედ აქტიური მხარდაჭერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის. Coca-Cola, Bottlers Georgia და წყალი მთის მუდმივად უდგას მხარში მსგავს ინიციატივებს.